ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ფასები, კვირის მთავარი ეკონომიკური თემა. სტუმართან ერთად. ეკონომიქსი, რადიო იმედიც პირდაპირ ეთერში. გადაცემის სპონსორია ელიტ ელექტრონიქსი. ვამზადებ საყვარელი ადამიანებისთვის და მათთან გატარებული ბედნიერი წუთებისთვის. ვამზადებ გემრიელი დღეებისთვის, იმიტომ რომ ცხოვრება სჭირდება გემო. მოამზადე სიყვარულით. ელიტ ელექტრონიქსის სამზარეულოს ტექნიკის დახმარებით და გახდი შენი ოჯახის შეფზარეული. გადაცემის სპონსორია რუბიკონი. შეიძინეთ ყველაზე მაქსიმალურად მომგებიანი პირობებით თქვენი მყუდრობინა ქობულეთში, ზღვისპირას, სამშენებლო კომპანია რუბიკონის დასრულებულ მრავალფუნქციონალურ კომპლექსში. დარეკეთ 570 90 90 66 570 300 320. ქობულეთი, რუბიკონი, მეგობრობის 2. რა ხდება სავალუტო ბაზარზე, რატომ უფასურდება ლარი, სეზონური ფაქტორი თუ მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა უკავშირდება თუ არა ეროვნული ვალუტის გაუფასურება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს. კვირის მთავარი ეკონომიკური თემით პირდაპირ ეთერში ეკონომიკის სტუდიაში ირმა ებრალიძე მუშაობს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში ყოველდღიურად უფასურდება. ეროვნული ბანკი პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა კურსის დასაბალანსებლად 40 მილიონი დოლარის რეზერვებიდან უკვე გამოიყენა. შედეგი კურსის უმნიშვნელო გამყარებაა. მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ მთავარი მოთამაშე ეროვნული ბანკია და ბიუჯეტის ზეგავლენა ლარზე ნულის ტოლია. ექსპერტები კი გასული წლის შეცდომებზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ იმპორტიორების საფასო პოლიტიკას აუცილებლად გადახედავენ. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძეა ჩვენი გადაცემის სტუმარი. გადაცემის მეორე ნაწილში კი შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომრებზე 292 11 88 292 11 99 და დასვათ შეკითხვა პირდაპირ ეთერში. ერთად შევაფასოთ ეკონომიკური მოვლენები. სტუმარი ეკონომიქსში. ბატონო რომან, გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და აქტუალური თემა და შარშანდელი ჩემი გადაცემები რომ ახსენდება, ზუსტად იგივე პრობლემასთან გვაქვს თუ არა ამ შემთხვევაში სიტუაცია. მარტივად გითხავთ, ამ შემთხვევაში რატომ უფასურდება ლარი? მოგესალმებით. შარშანაც ვიყავი ამ დროს მე თქვენთან. დიახ. გადაცემებს არქივს რო გადავხედე. ცოტა არ იყოს უცნაური დამთხევად, თითქმის იგივე პერიოდში. ოღონდ წლევანდელი ვითარება განსხვავებულია შარშანელისაგან. შარშანელს გამოწვეული იყო ბიუჯეტის ერთბაშად ხარჯვით და განსაკუთრებით დეკემბრის თვეში. თუმცა მხოლოდ ამის მიზეზი არ იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ფულის მასა გაიზარდა ძალიან სწრაფად. დაახლოებით 37%-ით იყო ეგრეთ წოდებული ფართოფული ემორს, რომ ეძახიან, ფართოფული უცხოური დეპოზიტების გარეშე, ასეთი განმარტება. ეხლა არ არის ბიუჯეტის ხარჯვა? ეხლა არ ბიუჯეტში სხვა პრობლემაა. ოღონდ ეს დეკემბრისთვის არის უფრო მოსალოდნელი. ბიუჯეტის როლი ამ წუთას ფულის მასის ზრდის სახით არ გამოიხატება. ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ ნულის ტოლია ბიუჯეტის. ბიუჯეტი, პირიქით ბიუჯეტი არ სრულდება. და საფრთხე არის ის, რომ დეკემბრის თვეში ორჯერ მეტი შემოსავლები უნდა იყოს მობილიზებული და ორჯერ მეტი ხარჯი უნდა იყოს გაწეული ბიუჯეტში. ამიტომ თუ რისკი აქვს ლარს ბიუჯეტის მხრიდან, ეს იქნება დეკემბერში. და ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედოს მთავრობამ და შეიძლება ბიუჯეტი არ შეასრულოს. ამ შემთხვევაში გამყარების კუთხით შეიძლება ქონდეს რისკი. პირიქით აი ამ დღემდე არსებული ვითარება ფულის მასის კონტროლის კუთხით ბიუჯეტის მხრიდან არ არის არც ინფლაციისა და არც ვალუტის დევალვაციის მასშტაბური. მაშინ რა ხდება ახლა ნოემბერში? ბიუჯეტის წვლილი არის ერთ რამეში, იგივე როდესაც ვამბობთ, რომ ხარჯვითი ჩამორჩენა აქვს ძალიან დიდი. აი ამ წუთას ბიუჯეტში ჩამორჩენა არის შემოსავლებში 1.5 მილიარდი ლარი და ხარჯი ჩამორჩენა კი არა. გეგმის შესრულება საკლია 1.6 მილიარდი ლარი ხარჯის გეგმისას. და შემოსავლების გეგმის შესრულება საკლია მილიარდ ნახევარი. დარჩენილია 2 დღე ამ თვეში. ანუ დარჩენილ ერთ თვეში ბიუჯეტში ორჯერ მეტი ხარჯი უნდა იქნას გაწეული, ვიდრე საშუალოდ თვიური. მაგრამ აი რა კავშირშია ეს ლარის კურსთან? ის რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 1.1 ლარის უცხოური კრედიტები უნდა შემოსულიყო. ინფრასტრუქტურული პროექტები არ ხორციელდება, მიზნობრივი გრანტების შემოსვლაში. ანუ გრანტები უკვე შემოსულია, როგორც ამ ბიუჯეტის არის მოცემული, რომ ყველა გეგმა შეასრულეს. მიზნობრივი გრანტები, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტებში უნდა ყოფილიყო, ეს არის შესრულებული ამ ჩამორჩენიდან, მაგრამ ძალიან დიდი ჩამორჩენა არის
უცხოური კრედიტების ათვისებაში. ეს ნიშნავს, რომ უცხოური ვალუტის რაღაც ნაწილი არ შემოვიდა. მაგრამ ეს არ არის ამ შემთხვევაში არსებითი. ვითარება არის უფრო გლობალური. რა თქმა უნდა, ბიუჯეტი ცოტა ახსენეთ, ბიუჯეტი არის დეფიციტური და დეფიციტური ბიუჯეტი ყოველთვის უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ლარის კურსზე, ასევე ფასებზე. და ეს არის მუდმივი ჩვენი პრობლემა და 2014 წლის ბიუჯეტი კიდევ უფრო დეფიციტურია, მთლიანი შიდა პროდუქტის 3.9% იქნება დეფიციტი და თუ წელს 600 მილიონი ავიღეთ შიდავალი, ასე ვთქვათ, კომერციული ბანკებიდან ისესხა მთავრობა მომავალ წელსაც აგრძელებს ამ ტრადიციას და 400 მილიონი იქნება შიდავალიდან აღებული. ამიტომ ბიუჯეტი ყოველთვის არის პრობლემა და როდესაც დევალვაცია ან ინფლაცია ხდება, ბიუჯეტს უნდა უყუროთ. ხო, მაგრამ აი ხა კონკრეტულ შემთხვევაში რა ხდება? კონკრეტულად ეს არის ქვეყნის ეკონომიკური ზოგადად შეფერხება ეკონომიკური მე ავერტყოდი ეკონომიკური ზრდა შეიძლება გამოხატული იყოს ციფრებში 5.9-6% ფარგლებში, მაგრამ ეკონომიკური ზრდა ჯერთი საბიუჯეტო სტიმულირებით ხდება, სუბსიდირებითა და სხვა სამთავრობო ინიექციებით და არა თვითონ თვითზრდა ჯანსაღი ეკონომიკის კუთხით, მაგრამ მეორე მხრივ ყველა ეს პარამეტრი, რომელმაც უნდა იმოქმედოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე და შემდეგ ლარი არის მისი, ასე ვთქვათ, კონცენტრირებული გამოხატულება არის გაუარესებული. პირველი ეს არის სავაჭრო ბალანსი. როდესაც ამცნობენ სიხარულით, რომ აი ჩვენი ექსპორტი გაიზარდა. კი, გაიზარდა ექსპორტი 5%-ით მიმდინარე წელს წინა წელთან შედარებით 10 თვეში. სამაგიეროდ იმპორტი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. იმპორტი გაიზარდა 11%-ით. ანუ წელს სხვაობა სავაჭრო ბალანსში 10 თვის განმავლობაში გარღვევა სხვაობა დაახლოებით 500 მილიონი დოლარით მეტია ვიდრე შარშან ანალოგიური პერიოდში. და ამან პოვა ეხა ასახვა ლარის კურსი. კი, ერთ-ერთი ეს არის, მაგრამ როდესაც სავაჭრო ბალანსში არის დანაკლისი, ძალიან აი ამ მთავარი პრობლემა ჩვენთან, სწორედ საქონლის დაბალი ექსპორტია და დიდი მოხმარება, ის ბალანსდება სხვა რამით. ანუ ეს მიმდინარე ანგარიშის დაფინანსება ხდება უკვე იქ სადაც ჩვენ გვაქვს პლუსი, ანუ ჩვენ დადებითი მხარეები. ეს არის მომსახურების ბალანსი, ანუ ტურისტების შემოდინება, რომელიც მაინც და მაინც არსებითი ზრდა არ მომხდარა. გადმორიცხვა უცხოეთიდან თანხების. მეორე, გადმორიცხვა უცხოეთიდან ოქტომბერში შემცირდა 8.6 მილიონით პირველად ამ წლების განმავლობაში, მაგრამ მთლიანი გადმორიცხვის მოცულობა მაინც ისეთივეა როგორც შარშან. თუმცა პირველი ცუდი სიგნალი ამ რუსული რუბლის დევალვაციისა უკვე მივიღეთ ოქტომბერში, ვინაიდან ეს რუსეთიდან მიღებული თანხების დანაკლისი იყო. მაგრამ ესეც არ არის 8.6, მაინც პირველი არის სავაჭრო ბალანსის 500 მილიონიანი გაუარესება. მეორე კიდევ დავუშვათ ჩვენი რომ მომსახურებას რას ვეწევით, გარდა ტურიზმისა ვეწევით გადაზიდვებს. აქედან ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ მარტივად ჩვენ მსმენელებს რო უხსნათ. ანუ მომსახურების ნაწილი, ანუ ის ვალუტა რომელიც ჩვენ შემოგონდა, ის ხარობი. ამ შემთხვევაში დღეს ეხლა ქვეყანაში არის დოლარის დეფიციტი. ანუ ამან გამოიწვია ლარის დევალვაცია. ჩვენთან ან უნდა იყოს დოლარის დეფიციტი, ან უნდა იყოს ფულის მასის ლარის ზრდა, ანუ ლარის პროფიციტი. და როდესაც ფინანსთა სამინისტრო ამბობს, რომ ეცით ეროვნულ ბანკმა მიხედოს და კენჭებს ისვის, ეს არ არის სწორი. თუ ჩავიხედავ დღეს ეროვნული ბანკის ღია ეს ინფორმაცია ეროვნული ბანკის საიტზე და ნახავთ ეგრეთ წოდებულ ფულად აგრეგატებს და ვინახავთ რომ უკლებრივ ყველა ფულადი აგრეგატი არის ნორმაში. უკლებრივ ყველა პარამეტრი ზის სავალუტო ფონდთან მიმდინარე პროგრამის ფარგლებში. ნაღდი ფული მიმოქცევაში რაც ჩვენ გვაქვს და ბანკებში, სალაროებში არის ნორმაში. ეგრეთ წოდებული სარეზერვო ფული, რომელსაც ეროვნული ბანკი აკონტროლებს, არის ნორმაში. M2 ფულის მასა არის ნორმაში და გაიზარდა 10%-ით, ეს ცოტაც არის სხვათა შორის. ფული გაიზარდა 10%-ით და 10% რა არის? ინფლაციას დაახლოებით სადღაც 4%-ამდე და პლუს ეკონომიკური ზრდა სადაც 5-6%. ანუ ზუსტად ემთხვევა ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციას. ანუ ახეთ ამ ხარეს, ფულის მიწოდების ხარეს ყველაფერი არის ნორმაში. ეს არ ნიშნავს რომ ნორმაში იქნება უკვე დეკემბერში. ანუ არის მეორე მხარე, ვალუტა არ შემოდის. არ შემოდის ინვესტიციები უკვე იმ ზონით. ანუ აქ ჩვენ მივდივართ იმასთან, რომ ეს მთავრობის არასწორი ეკონომიკურ პოლიტიკასთან გვაქვს საქმე და არადავშოთ ეროვნულ ბანკთან, რომელიც თავის საქმეს აკეთებს ამას სკოლებში. თავის საქმეს აკეთებს, ეხლა დაიწყება კიჟინი. როგორც 40 მილიონი დოლარი გამოიტანა. აბა გამოიტანე ფული, აბა გამოიტანე. ეს რეზერვებიდან მოხდა, რა თქმა უნდა. და როდესაც შენ სავაჭრო ბალანსი გიუარესდება და როდესაც მისი დამაბალანსებელი მე რაც ჩამოუთვალე. მაგრამ ხომ არის ვალდებული ეროვნული ბანკი რომ ჩაერიოს ამ ყველაფერში და დაიჭიროს ლარის კურსი? ეროვნული ბანკის მთავარი ვალდებულება არის დაიჭიროს ფასები და არა კურსი. ფასები თავისთავად აიწევს ეროვნული ბანკის მიერ კურსის დაჭერა, ეს იმას ნიშნავს,
რომ ეროვნულ ბანკს შეუმცირდება თავისი რეზერვები, შარშან 470 მილიონი დოლარი შეუმცირდა, 3.1 იყო და ჩამოვიდა 2.5 მილიარდ დოლარამდე. უცხოური ვალუტის რეზერვების შემცირება ნიშნავს ქვეყნის რისკის წინაშე დაყენებას. ის ჩამოვა სადღაც ნორმატივი არის, ჩვენი რეზერვი უნდა იყოს 3 თვის იმპორტის თვალსაზრისით. თუ უფრო ნაკლები იქნება, მე რეიტინგები გაგიუარესდება. იგივე სხვა რომელსაც ინვესტორი უყურებს და ფაქტობრივად რეზერვი არის ჩვენი საგარეო ვალების მომსახურებისათვის საჭირო თანხა და შავი დღისათვის გადანახული ფული. თუ შარშანდელივით მოხდა და ეროვნულმა ბანკმა ასე ვთქვათ ხარჯა მაგრამ რაიმე სხვა წყაროთი რა უნდა გააკეთოს ბატონო რომან ეროვნულობა გადგეს გვერდზე და უყუროს როგორ უფასურდება ლარი ანუ ამას აუცილებლად დასვამენ ამ კითხვას. როცა რეზერვები ამოიწურება მაშინ რა უნდა ხნას? ხო მაგრამ ხო არის ახლა რეზერვი? მაშინ რეზერვი არ არის რეზერვი. არ არის საკმარისი რეზერვი. დღეს რეზერვი სადაც არის 2.7 მილიარდი. შარშან იყო უფრო მეტი 3.1 და კლებულობს და ამ რეზერვის რაღაც ზომაზე მოჭამოსვლა რას ნიშნავს ქვეყნისთვის? ეს იმას ნიშნავს რომ ფაქტობრივად იქნები ასე ვთქვათ რეზერვი იმას მიუთითებს რომ რაღაც თვის გადანახული შენეს. ის რომ ჩვენ საგარეო ვალებს ვერ მომსახურებით, იგივე აგერ ექსპორტ იმპორტს ვერ მომსახურებით და ერთ მშვენიერ დღეს ეროვნული ბანკის და მხარდაჭერის გარეშე კურსმა შეიძლება დაიწყოს ძალიან ასე ვთქვათ თავისუფალი ცურვა. აი რეზერვით გამოიხატება ხო? ზუსტად იგივე მოხდა რუსეთში. რუსეთში მთელი ოქტომბრის თვის განმავლობაში რუსეთის ცენტრალური ბანკი ცდილობდა ჯიუტად დაეჭირა რუსული რუბლის კურსი. დახარჯა 30 მილიარდი და დაინახა რომ არაფერს ეს არ შველის, პირიქით სპეკულაციური მომენტები იწყება, როდესაც ეროვნული ბანკს ფული გამოაქვს, გინდა თუ არ გინდა, იგი პროვოცირებას უკეთებს სპეკულაციას, რადგან განაღდებულად ნაღდი ფულით, ნაღდადი ვიღაცა შემოდის გამყიდველი და ამ შემთხვევაში ერთვებიან სპეკულანტები. და რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა უარი თქვა ინტერვენციებზე, კურსი ავარდა, იყო 1 და ესე იგი 41 $, იყო 41 რუბლი, დღეს 1 $, არის 47 რუბლი, განიცადა დევალვაცია, მოხდა ცუდი რამ, მაგრამ ეს არის კორექცია. როგორი არის ქვეყნის ეკონომიკა, იმნაირი მივიღეთ მახინჯი, ასე ვთქვათ, რუბლი. მახინჯმა ეკონომიკამ შესაფერისი რუბლი დაიყენა და ჩვენთან თუ აქვს სპეკულაციებს ადგილი? ამ წუთას არაფერი სპეკულაცია არ არის. ეროვნულმა ბანკმა პირველი 40 მილიონიანი გაუშვა რეზერვებიდან უმნიშვნელოდ გაამყარა სტერილიზაცია. იმ დღეს უმნიშვნელოდ გამყარდა, მაგრამ გუშინ უკვე მან უარი თქვა ამაზე, იმიტომ რომ როდესაც ასე 40 მილიონიან წარმოვიდგინეთ, ახლა 5 დღეს ეს რომ გააკეთოს, ესე 200 მილიონი და დამთავრდა ფაქტობრივად მას უკვე არ ექნება არავითარი ასე ვთქვათ ლუფტი მოქმედებისა, მით უმეტეს სავალუტო ფონდის პროგრამით რაღაც ჩარჩოში უნდა ვიყო ჩვენ ხელშეკრულებით. ანუ კურსი მაღალია თუ დაბალი არ არის დამოკიდებული ეროვნულ ბანკზე. კურსი არის ისეთი, როგორიც გაქვს ეკონომიკა. ეროვნულ ბანკს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერიოს აი ამ საკურსო ასე ვთქვათ მოძრაობაში, თუ ეს არის რაღაცა შემთხვევითობით გამოწებული, მაგალითად სეზონურობით, მაგალითად ეს არ არის სეზონური ფაქტორს გამოვიწყოთ ამ შემთხვევაში. ეს ფუნდამენტური ფაქტორია. სეზონური ყველა ეს ფაქტორები, რაც ვალუტის ნაკლებობას მიუთითებს, მოქმედებს საქართველოში, ამას ემატება რა თქმა უნდა სეზონურობაც, იმიტომ რომ აცივდა გაზის და ელექტროენერგიის შესყიდვისთვის ფული უფრო მეტად მიდის, ანუ რაღაც სეზონურად მეტი გადარიცხები ხდება. საახალწლოდ უფრო მეტი იქნება. ნუ ეხლა საახალწლოაც კამპეტები რაღაცები ახსენეს, ეს არ არის ასე ვთქვათ არსებითი თემა, თუმცა რა თქმა უნდა სავაჭრო ბალანსი უარესდება ახალწლოდ იმპორტის სახით, მაგრამ ეს ყველაფერი ერთად თუ არ არის სავაჭრო ბალანსის სხვა გაუარესებით გამოწვეული, ეს გავლენას ვერ მოახდენს. რატომ მოახდინა შარშან? და რატომ არა შარშან? მეორე ნაწილში ხა გადაცემაში რეკლამის დრო ჩვენ რამდენიმე წუთში დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში და უკვე თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში დაგველოდეთ. კვირის მთავარი ეკონომიკური თემა სტუმართან ერთად. ჩვენ ისევ პირდაპირ ეთერში ვართ, შეგახსენებთ ეთერშია გადაცემა ეკონომიქსი, ჩვენი გადაცემის სტუმარია ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცერიძე და ჩვენ საუბრობთ ეროვნულ ვალუტის გაუფასურებაზე. რამდენიმე მიზეზი უკვე ვთქვით ბატონო რომან, ალბათ ამ ფონზე ძნელია პროგნოზის გაკეთება, მაგრამ მაინც თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ის ყველაფერი რაზეც უკვე ვისაუბრეთ გადაცემის პირველ ნაწილში, თუ ეს ამ ყველაფერს ხელისუფლება გაითვალისწინებს რა მოხდება და თუ არ გაითვალისწინებს რა მოხდება? ჯერ პირველ რიგში დეკემბრის თვეში არის ორჯერ მეტი გადასახადი ამოსაღები და საგადასახადო. რატომ ხდება ყოველთვის წლის ბოლოს ეს ანუ იმიტომ რომ იგეგმება დაბალი მაჩვენებლით, რომ ყოველთვიურად აი პირველი კვარტლის გვეგმა შესრულდა,
ან თუ ჩავარდა naklebat ჩავარდა და მეორე კვარტალი შესულდა მესამე და უცბად აღმოჩნდა რომ არაფერიც არ შესულდა ეს იყო შემცირებული რაოდენობით და ის შემცირებული რაოდენობის გეგმაშიაც კი არის პრობლემები არავის არ უთქვა სხვა 11 თვის განმავლობაში რომ შემოსავლების გეგმა ვერ სრულდება ხო არ უთქვამს იმიტომ რომ გეგმა იყო დაბალი აი ახლა უკვე ვხედავთ რომ დღეისათვის ესე იგი შემოსავლებში 1.4 მილიარდი არის დაკლებული. უნდა შემოვიდეს, რომ შესულდეს 1 წლის გეგმა, ანუ თვესა და 3 დღეში. როდესაც ყოველთვიურად შემოდიოდა 7.7 მილიარდი იყო შემოსავალი. ანუ 7.7 რო გავყოთ 11-ზე, გამოდის რომ სადღაც შემოსავლების მობილიზება ხდება თვეში 700 მილიონი დოლარის. ეხლა უნდა მოხდეს უკვე 1.4 მილიარდი, ანუ ორჯერ მეტის. ფაქტობრივად ეს უკვე არის 11 თვის გეგმის ჩავარდნა. აქ თუ შესრულდება ეს გეგმა მაშინ ბუნებრივია რომ ვიღაცას მოუნდება ამის დახარჯვა. ხარჯები ახლა არის 7.6 მილიარდი და უნდა ამ დარჩენილში 1.5 მილიარდი. ანუ 7.6 მილიარდი რო გავყოთ სადღაც ისევე 11-ზე, სადღაც 700 მილიონი იყო ყოველთვიური ხარჯები. ეხლა 1.4 მილიარდი, თქვა 2 დღეში კიდე რაღაც თანხა შემოვიდა. ანუ 1.4 მილიარდი უნდა დაიხარჯოს დეკემბერში. ამიტომ როგორ აიცილებს, ანუ ორ ცეცხლშუაა ფინანსთა სამინისტრო. ერთი რომ ხარჯები არ გაწიოს და მაშინ გამოდის რომ ბიუჯეტი ჩავარდა, შემოსავლებიც რომ შემოუვიდეს, ამას ვამბობ. შემოსავლის გეგმას რომ შესრულდეს და მას ფული კონდეს, ის დგას დილემის წინაშე. ეხლა გასწიოს ეს ხარჯები თუ ჩაითვალოს რომ ბიუჯეტი არ შესრულდა, მე პარლამენტში განაცხადა. მაგრამ არის დაუხარჯავი თანხებიც, ხო ვერ არის ინფორმაცია იმაზე რომ ვერ ხარჯავენ დაუშვათ ხო, დაუხარჯავი ნაშთი დღეს არის. ნაშთი, ამ ნაშთს რაც უშვებ. ნაშთი არის 450 მილიონი დაახლოებით, ეს ნაშთი რა თქმა უნდა არის ხარჯება იმის გამო რომ ვერ სრულდება ინფრასტრუქტურული. და არ შეიძლება რომ ეს ნაშთი დაუშვათ სხვა გასაცემებზე გადანაწილდეს, კანონით როგორ ხდება ეს შეუძლებელია. სხვაზე რომ გადანაწილდეს, მაშინ ახლა ლარი 1.8 კი არ იქნება, 2 იქნება მაშინ. ანუ ხარჯვა ყოველთვის დანაწილდეს როგორ ეს არის არ არის შემოსავლებიდან. საგადასახადო შემოსავლები წელს ისეთივეა რაც შარშან ოდნავ მეტი და შარშან საგადასახადო შემოსავლები 12 მილიონით ნაკლები იყო ვიდრე შარშან წინ. ანუ ბიუჯეტის ნამდვილი ბაზა, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ეკონომიკა ქმნის, არის რაღაც სადღაც 6.8 მილიონი ლარის ტოლი. დანარჩენი ყველაფერი არის უკვე დეფიციტი, ანუ ნასესხები. შიდოვალი, საგარეო ვალი, ამიტომ რომ ვამბობ ჩვენ, აი რა კარგია სუბსიდირება გავაკეთეთ, აი თითოეულ კილო მანდარინზე 1000 ვუმატებთ, იქ ვაშლი იყო რაღაცა არაფორმირებული თუ რაღაც არაზომიერი ვაშლი და ის დავაფინანსებთ და ტელევიზიით უამრავი ვაშლის გროებს გვაჩვენებენ, აი რა კაია, ანუ ეს ჩვენ გვეუბნება მთავრობა. თქვენ ხართ თუ არა თანახმა, რომ ლარი გაუფასურდეს და ინფლაცია იყოს და თქვენი დანაკარგებით ვიღაცას რაღაც საქმე გაუკეთოთ, მაგალითად სუბსიდირება ხნათ ესვის. პროცენტულად როგორ არის გააჩნია? ან დაუშვათ იმის რა ქვია, დიდია, ძალიან დიდი რაოდენობის ფული მიდის. არა, გულისხმობ ან ვენახების სუბსიდირება. რამდენი ადამიანის დაგვაყოფილება მოხდა დაუშვათ ამ შემთხვევაში, ანუ არაფერი საქართველოს მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს სოფლად, ყველას აქვს საკუთარი მიწა, ყველას უხნავენ და მეორე ნახევარს გვეუბნებიან თქვენ აი ეს მოგივათ, ლარი გაგიუფასურდებათ. და ამით დაკარგავთ დაუშვათ თვეში 10 თუ 20 ლარს, მაგრამ ეს დაგროვდება 9 მილიარდი და ამით თოხს იყიდიან, ბარს იყიდიან, ბენზინს ჩავასხავთ, მიწას მოვხნავთ, ყურძნის სუბსიდირებას გავაკეთებთ, მე იაფის ესხების პროგრამაა უამრავი და იაფ კრედიტებს გავცემთ, მაგრამ საიდან როცა ფული არ აქვს, როცა დეფიციტია, მაშინ გამოდის რომ ჯიბიდან უკვე ოღონ ინფლაციისა და დევალვაციის გზით ირიბად. არაფერი მუქთად არ ხდება. ერთისათვის მიცემული ყოველთვის არის მეორისთვის წარქმეული. აი ამ შემთხვევაში უკვე დიდ ეკონომიკურ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ორი აი ამ წლის განმავლობაში უკვე რაღაც სახე მიიღო ეკონომიკამ. პირველი წელი გადააგორეს ძველი მთავრობის მიერ დატოვებული 900 მილიონიანი მეტრა ქვია ნაშთით. 900 მილიონი იყო და 278 მილიონი ნახეთ ფინანსთა სამინისტროზე მოფის მარჯვენა მხარეს არის ცხრილი. 278 მილიონი არის ნაშთი. ეს ნაშთი ნიშნავს რომ შარშან 900 მილიონიდან მხოლოდ 278 მილიონი დატოვა მთავრობამ. დანარჩენი წავიდა ზუსტად აი ხნათ ესვის და ამ პროგრამებში. ამოიწურა ეს ხომ? წელს 600 მილიონი უკვე ისესხა კომერციული ბანკებისაგან და 1 მილიარდი ისესხა საგარეო ვალის სახით. გასაგებია. ანუ მოდი შევაჯამოთ ამ თემას, რომ ესე იგი არის დილემა ახლა. ლარმა დაიწყო პრობლემა საგარეო ვაჭრობაში შექმნილი პრობლემების გამო. ანუ დაახლოებით 600 მილიონი მეტით გახდა დავკარგეთ ასე ვთქვათ 600 მილიონი ვალუტა. ვინაიდან იმპორტი გაიზარდა 11%, ექსპორტი გაიზარდა 5% და ეს არის 600 მილიონი სხვაობა შარშანეთთან შედარებით.
და ამიტომ აქედან ეს პრობლემა შეიქმნა და მისი დაბალანსება ვერ ხდება სხვა სავალუტო ჩვენი წყაროებიდან და მეორე დეკემბერში ფინანსთა სამინისტროს უწევს უკვე დიდი ხარჯვა, ორჯერ მეტი ხარჯვა ვიდრე ხარჯავდა. რას გააკეთებს იგი? ამოირჩევს ბიუჯეტის ჩავარდნას და პარლამენტში გალანძღვას? რომელი ჯობია? რა თქმა უნდა, არ უნდა შეასრულოს ბიუჯეტი. რა თქმა უნდა, ცუდია, რა თქმა უნდა, ვიღაცას მოხდება ამაზე. ეს შარშანც მოხდა, მაგრამ ეხლა არავის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, ჩვეულებრივად. ამიტომ ვიღაცის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ერთია და მეორეა, როდესაც ყოველი ლარის დევალვაცია თითოეულ ოჯახის ბიუჯეტს უთხრამს. აქ არის მეორე მომენტი, ვისაც კრედიტები აღებული აქვს დოლარებში, იპოთეკურ სესხებზე, სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა ძალიან საინტერესო სტატუსები გაჩნდა ფინანსთა მინისტრის მისამართით, რომ ხნებ ხმა მიაწვდინოთო, მე რა ვქნა სესხი რომ აქ აღებული, დიდი მადლობა რომ მიძვირდება. ეროვნულ ბანკს უთხარია, მაგრამ ეროვნულ ბანკს რა შეუძლია? აბან ჩავიხედოთ კანონში ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა არის ფასების სტაბილიზაცია. მას ყველაფერი შეუძლია გააკეთოს, ფულის მასა შეზღუდოს. მას ეროვნულმა ბანკმა დღეს რომ გაყიდოს 200 მილიონი დოლარი, 200 მილიონი დოლარი ეს არის დაახლოებით 560 თუ 570 მილიონი ლარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ეკონომიკას კლავს, ფულის მასა ეკონომიკაში უზარმაზარი ოდენობით მცირდება. მკუმშავს ეკონომიკას, მაგრამ ვინაიდან მისი მთავარი ამოცანა არის ფასების დაჭერა, ეროვნულ ბანკს ამის უფლება აქვს. უფლება აქვს, მაგრამ შესაძლებლობა არ აქვს, როგორც ჩანს. მაგრამ არა აქვს, იმიტომ რეზერვებიც არ არის ამ ფასები, რაც შეეხება ფასებს, ბატონო რომან, ჯერ არ არის დავშვით დაწყებული ისეთი მზარდი ფასები, მომატება. პირველი რეაგირებს ამაზე ყველაზე მეტად საწვავი და საწვავზე ჯერ არ გაზრდილა. არა, საწვავი ეს ცუდი მაგალითია, იმიტომ საწვავი არის კარტერი, შეკრულია 5 ფირმა და როგორც უნდა ისე ადგენენ ფასებს, სოფლიო საშინელება ხდება ნავთობის ფასებზე სოფლიო ბაზარზე. ჩვენთან ხო ეგ ცალკეთებ მაგით. დღესაც დაეცა ძალიან სერიოზულად. 72 დოლარს, 13 დოლარს ჩამოვიდა. კი, საშინელება რუსეთისთვის და ვენესუელა და არაბებისთვის ნავთობის წარმოება 100-დან ჩამოვიდა 72-ზე, 40%-იანი ვარდნა და მაინც დღეს ავსტრიაში იქნება შეკრება და მე დარწმუნებული ვარ, რომ სავალუტო ფონდმა თქვა, რომ მომავალ წელს ეს ნავთობის ფასების დაცემა ჩვენთვის კარგი იქნება. ესე არის მის ანგარიში, დღეს გამოქვეყნდა ანგარიში, მაგრამ იქ 40% დაცემა ფასები საქართველოში 5% თანაც აიმით რა ქვია, ხვეწნამუდარით და ისიც სიმბოლურად, ამიტომ ფასების და ამ ლარის ამ დევალვაციის პირობებში ნაკლებად არის მოსალოდნელი, ვინაიდან ისევ ვამბობ, რომ ეროვნული ბანკის ბალანსებიდან გამომდინარე ფულის მასის კონტროლი ხდება. შეიძლება ვიღაცას უნდა რომ ფასი აწიოს, იგივე იმპორტული საქონელი უძვირდება მას და უშა ტელევიზორია ან რაღაც მაცივარი რომ შემოგაქვს კიდულობ უცხოეთში, რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ ადგილობრივი პროდუქციაც ხო არ უნდა გაძვირდეს პარალელურად და ჩვენთან ადეკვატურად ხდება ხოლმე, ანუ მიყოლებით. და რეალურად რა თქმა უნდა, როდესაც კურსი ეცემა ეს უკეთესია ჩვენი ექსპორტიორებისათვის და უარესია იმპორტიორებისათვის. ხოდიშ დღეს თქვენი საინტერესო სტატუსი ამოვიკითხე Facebook-ზე, რომ რატომ არ უხარიათო ბოლოდროინდელი გაუფასურება თუნდაც ქართულ ექსპორტიორებს. რატომ უნდა უხარიათ? ეხლა მას ჯერ ფასებზე გეტყვით. ფასები არ მოიმატებს იმის გამო, რომ როგორადაც არ უნდა უნდოდეს იმპორტიორებს, ფული არ არის მოსახლეობაში. ფულის მასა თუ არ გაიზარდა, ფასი ვერ მოიმატებს. იქნება ფასის მომატების მცდელობა, ვერ გაყიდის საქონელს. ამიტომ იმპორტიორი იზოლებული იქნება, ფასის მომატების ნაცვლად თავისი მოგება დაიკლოს და გაყიდოს იგივე ფასი. ამ დაზარალდება ბიზნესი ამ შემთხვევაში. ბიზნესი დაზარალდება და ესე ძალიან სამწუხაროა. ეხლა რაც შეეხება ამ ჩემი სტატუსი არის დამცინავი სტატუსი. და მე ასეთი შინაარსი გავატარე. როდესაც ლარი ყარდება ზაფხულში დაიწყებენ პირილს, ვაიმე გვიშველეთ, ლარი გამყარდა, ჩვენი ექსპორტი, ასე ვთქვათ, კლებულობს, ანაბრები იმაში რა ქვია, დოლარში უფასურდება და მოკლედ ერთ ვაიუშველებს ატეხავენ. მერე მოვა, ასე ვთქვათ, განსხვავებული პერიოდი, ვთქვათ, ლარი უფასურდება და ისინი გატრონული არიან. ახლა მე ვეუბნები იმ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში არიან და უყვართ ხოლმე თქმა, რომ აი ჩვენი ექსპორტის სტიმულირება არ ხდება და რატომ არის მყარი კურსი? რატომ არ გიხარიათ? ან ექსპორტიორებს მიმართავ, რომელთა ოცნება არის, რომ იყოს სუსტი ლარი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მათი საქონლის გატანას უცხოეთში. გამოვიდეს ერთი რომელიმე ეს ექსპორტიორი და მიულოცოს საქართველოს სამამულო წარმოება, ასე რომ მოყვართ თქვა, სამამულო წარმოების სტიმულირება და ევროპის თუ მსოფლიო ვაზრების ათვისება არის დევალვაციით. ხმას არ იღებენ. ამიტომ ან ეხლა ამოიღონ ხმა და იზეიმონ,
ან მოკეტონ, ესე ვთქვი, უკაცრავად ეს. ხო, არა, ზუსტად ეგრეა. აი ხა ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა გადაცემის დასრულებამდე პროგნოზი თქვენი. რა ნიშნულზე შეიძლება დარჩეს პროგნოზი არის ასეთი. ჯერეთი თვითონ ეს დილემა. ყარი ლარი თუ სუსტი ლარი. ლარი უნდა იყოს ან ვალუტის კურსი ისეთი, როგორც ეკონომიკა, მაგაზე ვთანხმდებით, კი ბატონო. მეორე რაღაც ერთი რომელიღაც სეგმენტისათვის ლარის გამყარება ან დასუსტება არ ნიშნავს რომ ეს საუკეთესოა ყველასთვის. ეს მეორე. არა, რა თქმა უნდა, შედარებითია ყველაფერი. მესამე, მყარი ჯობია სუსტს. თორე სუსტი რომ იყოს კარგი, მაშინ დასუსტება ძალიან ადვილია. ხო, ანუ თუ რა ნიშნულზე შენარჩუნდება? ხო, რა ეს არის ჭერი, ანუ მაშინ კეთილი იყო 1 და 8-მდე. ამის რამდენიმე მომენტია, რამდენად შეძლებს ეროვნული ბანკი გააწიროს თავისი რეზერვები. ეს არის. და მეორე, რამდენად შეძლებს ფინანსთა სამინისტრო რომ ფაქტობრივად ერთთვიანი ჩამორჩენა ბიუჯეტის ხარჯვაში არ ასე ვთქვათ არ გაბედოს და არ გამოიტანოს ფული ბაზარზე. აი ამ ორ რამეზია დამოკიდებული. ალბათ დრო გვიჩვენებ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ანალიზისთვის. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე იყო დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. მომავალ ხუთშაბათს ამ სტუდიაში სხვა თემი და სხვა სტუმრით დავბრუნდებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ინოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, ეკონომიქსი, მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, ირმა ებრალიძესთან ერთად.